მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა გამოვეხმაურო გუშინ ნაცების მიერ გამართულ აქციაზე ბათუმში. და პირველ რიგში ბათუმელებს მინდა უთხრა აქედან, რომ ყოჩაღ ბათუმელებო, ყოჩაღ აჭარლებო, ჯიგრები ხართ, კარგები ხართ და დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცი, რომ აჭარაში ნაცები ვერასდროს ისეთ აქციას ვერ გამართავენ, როგორზეც ოცნებობენ და აი რაც გუშინ შეგროვდნენ, მაგაზე მეტი ვერასდროს ვერ შეგროვდებიან. არა მხოლოდ აჭარაში, არამედ გურიაშიც, იმერეთშიც, სამეგრელოშიც და ყველგან. შესაბამისად, გუშინდელი აქცია, რომელიც ბათუმში გაიმართა, იყო ერთგვარი ტესტი, ხო, ამ აქციისთვის ძალიან გულდასმით ემზადებოდნენ, ძალიან მონდომებულები იყვნენ, რომ ეს გუშინდელი აქცია ყოფილიყო 4 ოქტომბრის რეპეტიცია და ბოლო ჯამში იმდენი ხალხი შეაგროვეს ბათუმში, რომ ერდოღანმა რომ ნახა რამდენი 1000 ადამიანი რომ დააყენეს ბათუმში, იფიქრა ერდოღანმა ღმერთი არ გაუწყრეთ და აქეთ არ წამოვიდნენ რაღაც ისტორიული პრეტენზიები არ გაუჩნდეთო და ჯარები მოუწევია სარფთან ახლოს. იმდენად დიდი რაოდენობა ადამიანების მივიდნენ ნაცების აქციაზე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რაც შეეხება სერიოზულად, აი რაც გუშინ იყვნენ შეგროვილი, ეგ არიან და ეგ იყვნენ და მადლობა ღმერთს, რომ მაგაზე მეტს ვერ აგროვებენ და ვერ შეაგროვებენ. გუშინდელი აქცია, რაც ბათუმში გაიმართა, იყო საკუთარ თავს დასცინეს ამით რა ნაცებმა, სულ რო ბიძაშვილები და მამიდაშვილები მieყვანათ ყველა ნაცს რა, იმ ბოკუჩავებს, სანიკიძეებს, ხაბეიშვილებს და ვიღაცა პროჭიაშვილებს, იმაზე მეტი ადამიანი შეგროვდებოდა, ვიდრე გუშინ იყო. მაგრამ ამ ბიძაშვილ მამიდაშვილებსაც ეთყობა ხელში ამოუვიდათ რა, ამათი გასწორებები და ამ უნამუსოების აქციების სიარული და იმიტომ გუშინ იყვნენ იქ მხოლოდ ეს NGO-შნიკი ტიპები, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რომ რაღაცა ხელფასებს იღებენ, იქიდან რომ ჭამენ, იქიდან რომ დასასვენებლად დადიან და მოკლედ თავიდან ბოლომდე რომ აი ნაცებზე და არასამთავრობოებზე რო არიან დამოკიდებული ტიპები, აი ეს ადამიანები მივიდნენ გუშინ ბათუმის აქციაზე ძირითადად და რა შემიძლია ვთქვა? კი, შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ დიახ, ვიძინა ივანიშვილი ნამდვილად დედას უტყრავს ნაცებს და გუშინდელი აქციაც ამის ერთ-ერთი მიმანიშნებელი და დამადასტურებელი იყო და არ დაუმთავრებია ივანიშვილს ნაცების დედის ტყნა და ჩემი ვარაუდით აი ეს ნაცების დედის გაბახება და დასრულდება სწორედაც რომ ოქტომბერში 4 ოქტომბერს ნაცები რო იქაჩებიან, რომ უნდა დავამხოთო და რევოლუციაო და დედა უნდა მოგიტყნათო, აი სწორედ 4 ოქტომბერი იქნება, როცა ნაცების დედა გაბახებაში დალევს სულს და დარჩებიან აი ესე გაფარჩაკებული, გაბანძებულები, ვინც გაიქცევა თავიანთ პატრონებთან გაიქცევიან, ვინც არა და რა ვიცი, გამოიკეტებიან სახლებში და იჯდებიან პროჭებით. აი ეს იქნება ნაცების ბოლო. და აქვე მინდა კიდევ ერთი რაღაც ვთქვა. იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც აი სლავა უკრაინა და ზელენსკი მაგარი კაცია და ზელენსკი გმირია და ზელენსკის რო აღმერთებენ, მიშას ვითომ ძმაკაც ზელენსკის. აი ამ ადამიანებს მივმართავდი აქედან რა, როგორ მოგწონთ 3 წლიანი ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკრაინელები დაინვალიდეს, ხოცეს, მილიონობით ადამიანზეა აქ საუბარი, ტერიტორიები აკარგინეს და დღესაც 1000-ობით ადამიანი იხოცება უკრაინაში ბრძოლის ველზე. აი ამ ვითარებაში რომ გამოდიან ევროპელები, კონკრეტულად შვედეთის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი და რომ უკრაინას მიმართავს, რომ თურმე კაცების ქორწინება თუ არ იქნება უკრაინაში ნებადართული, ეს ცუდი იქნება უკრაინისთვის ევროპისკენ მავალ გზაზე, აი ეს რო გესმით იმ ყველაფრის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. არ გიჩნდებათ კითხვა საერთოდ რა ხდება?
რაც უკრაინაში დაატრიალეს. უკრაინელების ნამდვილად გმირობის შემყურე და უამრავი ყოველდღე დიახ უკრაინელები გმირობენ, რომ ამხელა რუსეთს უწევენ წინააღმდეგობას. ხა ფრონტი ერღვევათ თუ უკან იხევენ თუ წინ მიდიან თუ როგორც არის, ფაქტია რომ ეს ადამიანები სიცოცხლეს წირავენ, საკუთარ სიცოცხლეს და ყოველდღიურად მშვიდობიანი მოქალაქეებიც იღოპებიან, ბავშვებიც, ქალებიც, დიდებიც, პატარებიც, ჯარისკაცებიც და ამის ფონზე ეს პროჭი ევროპელები, რომლებიც უკრაინელებს 2014-ში პირდებოდნენ, რომ თუ იანუკოვიჩს დაამხობდნენ, აუცილებლად ევროკავშირის წევრი გახდებოდნენ, მას შემდეგ 10 წელი აომეს ეს ქვეყანა და დღეს მოუტრიალდნენ და ეუბნებიან, რომ იცით რა, თქვენ კი ომობთ, თქვენ კი აი ევროპის ფარი ხართ, თქვენ კი ასუსტებთ რუსეთს, თქვენ კი ამოწყდით, თქვენ დასახიჩრდით, დაინვალიდდით, ტერიტორიებიც დაკარგეთ, მაგრამ ევროპისთვის უზენაესი არის ის, რომ კაცი რო კაცთან ტყნაურობს, ეს ოფიციალურად უნდა გაუფორმო და გათხოვების უფლება უნდა მისცე კაცს და ქალსაც ქალზე, კაცს კაცზე და იქ მშობელი 1, მშობელი 2 და რაღაცა სისულელები რა, რასაც ლაპარაკობენ ხოლმე. დღეს რო უკრაინას ამას ელაპარაკებიან, ეს სიგიჟეთ არ გეჩვენებათ, ეს ხო წარმოუდგენელი მარაზმია. რანაირად უნდა მისცე ადამიანმა და გინდა ევროკავშირმა და გინდა ევროპარლამენტარებმა და ვინც არ უნდა იყოს იმან, შენ თუ ნორმალური ადამიანი ხარ და შენ თუ მართლა გიჟი არ ხარ და დედამოტყნული, რა დღეშიც დღეს უკრაინა და რისთვისაც დაემართა უკრაინას ის, რაც დაემართა, ხო? ამ ევროკავშირის წევრობისთვის და ვითომ რაღაცა ნატოს გზისთვის და რაღაც სიგიჟეებისთვის, მოკლედ აი ამ ყველაფრის ფონზე და იმ ფასის ფონზე რა ფასიც უკრაინელებმა გადაიხადეს დღემდე და კიდე რა ფას გადაიხდიან კაცმა არ იცის აი ამ რაღაცა ევროპის გზაზე და რაღაც სიგიჟეებზე, ამ ყველაფრის მიუხედავად რომ განან და რაღაცა იმას ელაპარაკებიან, რომ თურმე თუ კაცი არ გაათხოვეს უკრაინაში, ოფიციალურად არ გააფორმეს და ბეჭედი არ დაურტყეს და საბუთი არ ჩაუდეს ჯიბეში, რომ რა ვიცი, დღეს ქალია, ხვალ კაცია, ზეგ ორივე ერთად არის და რაღაცა მარაზმები, თურმე უკრაინელები ჩამორჩებიან ევროპისკენ მავალ გზას. სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ აი მოგიტყანთ ევროპა, აი ესეთი ევროპის და ყველაფრის დედა მოტყან, ვინც იმ ყველაფრის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და რამხელა ტრაგედიაც უკრაინაში ტრიალებს, აი ამ ერის ტრაგედიის შემყურე გამოდიან და აი ამ რაღაც სიგიჟებს ელაპარაკებიან, რომ იცით რა, თურმე თქვენ თუ კაცებს ოფიციალურად ტრაკის მიცემა არ გაუფორმეთ და რაღაცა დოკუმენტები არ ჩაუდეთ ჯიბეში ტრაკისტების, თურმე უკრაინის გზაზე უკრაინა რაღაცა თლათ მყარად ვერ დადგება. წარმოგიდგენიათ რამხელა უპატივცემულობა და როგორ მასხრად იგდებენ და როგორი სულელიერი გონიათ. ყოველ დღე ათასობით ადამიანი კვდება უკრაინაში, იმიტომ რომ აი ევროპა და დასავლეთია ჩვენი ცივილიზაცია და ჩვენ ევროპა გვინდა და ის გვინდა და ეს გვინდა და აი ამისთვის ყოველ დღე ათასობით ადამიანი კვდება, ათასობით ადამიანი ობოლი რჩება, ქვრივი, ზოგი შვილი უკვდება, ზოგს ძმა, ზოგი ხელს კარგავს, ზოგივე ორივე ხელს კარგავს და ვიღაცა დედამოტყნული გამოდის იქ შვედეთის რაღაცა საგარეო საქმეთა თუ პრემიერ-მინისტრი თუ არც ვიცი ვინც არის სიმართლე რო თქვა და მიმართავს უკრაინას, რომ თურმე ტრაკის მიცემა უპირველეს ყოვლისა და მერე დანარჩენი. არ ვიცი. ეს თუ ნორმალურია, მაშინ შევეცი ნორმალურობას და ყველაფერს. სხვა არ ვიცი რა უნდა.